ეს არის კრაბებზე სათევზაო გალია. აგერ პატარა კარებები აქვს. იღება მარტო შიგნით. პატარა გალია ჩადგეს. სადაც ვინახავ ხოლმე, როცა ვიჭერო რაგულს, როცა ფილეებად ვამზადებ, შევინახავ ხოლმე თავს და ფხეებს. ჯერ ერთი მშვენიერი სუფი გამოდის. მეორეა და ვერაში გამოვიდნენ. ეხლა ეს პატარა არის. იმალება ეხლა. და გადავუშვა ისევ წყალში. წელი არ მინდა. დაპორტყავენ აქეთ-იქით. იკმინებიან მაგრამ წარეთ, გუშინ გამომწარეს. ეს ზურგზე რო დაწვება, მორჩენილია ამის ამბავი. იგივე ტყაპა გაადინა უკვე. ამასაც გავუშვებ ახლა. ამასაც იდმე ვიყოლებ. ეს თოკით მოდი ჩაშვებული. ეხლა ეს ოკეანის მოქცევა აქვს. აი ძიო მდინარე, სადღაც 2 მეტრა ნახევარი 3 მეტრი აიძება მისვლა. ბევრი პატარა მოსდევს. ეს თოკით დაბმული და სიღრმე არის დაახლოებით 5 მეტრი მაინც იქნება. ცადე დილითაც როცა გასული წყალი, მაგრამ უფრო პატარები მოდიოდნენ ძირითადად. სულ შემიჭამეს მთელი ხორაგულის ჩონჩხები. ეს ადგილზე ამოვედი კრაბებისთვის. არის ეხლა გვრიტის და ტრედის სეზონია, მაგრამ წინა ამოსვლაზე სავსე იყო აქაურობა, ეხლა არაფერი არ არის. ნახე ძალიან ბევრი ნაკვალევი იმის შველის, მაგრამ ეხლა არ შემიძლია ნადირობა შველზე. აი მოპირდაპირ მხარეს ვიღაცაები ცხოვრობენ. უფრო მოხვიდე საშინელებაა. ნახოთ გუშინ აი ეს ერთი ნახევარზე მეტი დავიჭირე დიდები. ნახევარ სათლზე მეტი. დღეს უკვე სიმართლე გითხრათ აღარცა მაქვს სურვილი. გუშინ მოხარშე გავაწითლე. წავიღებ რაღაც რაოდენობას მექნება სტუმრებისთვის. ოჯახსაც რაღაცას თუ მოისურვეს მიირთმევენ. სპეციალურად კლუბ მონადირესათვის.